მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა რომ გამოიწერეთ გაქცევით ჩემი არხი. იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეთმობით მე ვარ კატო. დავუბრუნდი ყვარელს და ისევ ყვარლიდან გაშლა. ჩემს ცნობილ და საყვარელ ადგილას ვარ, ისევ ცოტა მუსიკა შეგაწუხებთ, იმიტომ რომ ზაფხულია და საზოგადოებაც გამოსული არის და შესაბამისად ცოტა ისეთი მომენტი არის, რომ ვერავი უკრძალო, ვერავი და ძალიანაც კარგი უნდა იმხიარულონ და ბედნიერად უნდა იყვნენ ყველანი. და მოდით ნახოთ პარტნიორის ფიქრი-გზნობა მოქმედება. ახალი დასტა, რომელიც ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი დასტა არის და ძალიან ბევრ რაღაცა ინფორმაციას მოგვიტანს, იმედი მაქვს და ნახოთ, ხო? ნახოთ. ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიებში ხართ? თქვენ ხართ კვერთხების აში. ადამიანი, რომელიც შეიძლება ახლა ითქვას, რომ არის გაცნობიერებაში, არის სიახლეებში, ახალ საწყისებში, ხო, ახალ ენერგიებში, რაღაცა იწყებს ემოციების განახლებას, ემოციების თავიდან დაწყებას, ხო? კიდევ მიხართ. საკმაოდ ძლიერი ენერგიები გაქვთ იმ ხრივ მიმართებაში, რომ თქვენ ძირითადად ხართ გონებაზე დამოკიდებული. სხვათა შორის ესე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდ რისკი გიყვართ, ხო? აი, გიყვართ, შეიძლება ესე რისკი არ უყვარს ვიღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გიწევთ, ხო? და თქვენ არ ხართ ეს ადამიანი, რომელიც რაღაცას არ გარისკავს, ხო? ყოველთვის გარისკავთ, რომ წახვიდეთ სიახლეებისგან, ყოველთვის გარისკავთ, რომ ის რაც თქვენთვის არ არის საინტერესო, თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, თქვენთვის არის მტკივნეული, ან რაღაცა მსგავსი მომენტით, ხო, აუცილებლად შეცვალოთ, ხო? კიდევ რა ენერგიებში ხართ? ცოტა გაურკვევლობები გააქვთ რაღაცებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ როგორც ჩანს არ ხართ ბოლომდე განთავისუფლებული იმ კითხვებისგან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პარტნიორთან კი არა, არამედ ცხოვრებასთან მიმართებაშიც გქონდეთ, ხო? რა თქმა უნდა, პარტნიორთან მიმართებაშიც, მაგრამ ცხოვრებასთან მიმართებაშიც რაღაცა კითხვები, რომელზეც გჭირდებათ პასუხები, ხო? აი, კვერთხების პაჟიც, ხო, რაღაცა თითქოს განახლებას ხო იწყებს და შესაბამისად აი ამ მდგომარეობაში ხართ, ხო? როდესაც ადამიანი უკვე იწყებს გამოღვიძებას და გამოფხიზლებას. კარგით, ნახოთ, რა ურთიერთობა არის თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის? რა ურთიერთობა არის თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის? ესე ვთქვათ, ნახეთ, თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ჯერჯერობით ესე ძალიან აქტიური მდგომარეობაც თუ იყო, ამ ეტაპზე არის როგორი სიტუაცია, ისეთ, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან შეიძლება ითქვას, რომ ცდილობენ ცოტა ისე მოზომილად იყვნენ ურთიერთობაში, ხო? აი, ნახეთ, აქამდე თქვა ძალიან ემოციებით შევედით ურთიერთობაში, შესაძლებელია, რაღაცა დაიწყო, რაღაც ესეთი ეიფორია წამოიღო, მაგრამ ნახეთ, აი, ეხლა ამ ეტაპზე, ხო, შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ცოტა დისტანცირება ერთია, უბრალოდ ეიფორიამ გადაიარა და უკვე რაღაცა ფორმაში ჯდება, ხო, ურთიერთობა რაღაცა ფორმა ეწევა. შესაძლებელია აქ რაღაც მომენტში, იცით როგორი მომენტია კიდე, რომ აი ნაბიჯ გავყვეთ, ხო, რაღაცა სიტუაციას, რა ხდება? ხო, აი რაღაცა აშკარად ახალი უნდა წამოწყო. აი, ნახეთ, შეიძლება წამოვიდა ეს ეიფორია, გაჩერდა ხა, მაგრამ მივდივართ საით, მივდივართ განახლებისკენ.
მივდივართ რაღაცა ახლის ძიებაში, აი კიდევ რა შეიძლება იყოს ჩვენს ურთიერთობაში. შესაძლებელია კიდე როგორი მომენტი იყოს, იცით, რომ აი დაიწყო ფლირტი, რაღაც ემოციები, რაღაც გრძნობები, მაგრამ აი გაცნობიერებას ვიწყებთ, აი ეხა რა არის? სიყვარულია, უბრალოდ შეხვედრებია, უბრალოდ მეგობრობა, ხო? ნუ ვიღაცა შეიძლება ძალიან ისეთი მეგობრობიდანაც დაიწყო ეს სიტუაცია და აქედან გამომდინარე უჩანს ხო ან თანამშრომელი არის და ნუ აი რაღაცა დაიწყო ეს მომენტი, მაგრამ ეხა უფრო გაცნობიერებას ვიწყებთ იმაში, რომ ბოლო-ბოლო რა არის ჩვენი ურთიერთობა, ხო? ემოციებია. საკმაოდ დიდი და სასიამოვნო ემოციები, როდესაც ყოველ დღე ერთმანეთისთვის რაღაცა განათების მდგომარეობა, ყოველ დღე რაღაცა ერთმანეთისთვის ვცდილობთ შევქმნათ სასიამოვნო და საინტერესო ურთიერთობა. მოკლედ, დღევანდელი პარტნიორი და დღევანდელი ურთიერთობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ეს არის სიტუაცია, როდესაც ურთიერთობა არის, ურთიერთობაში ვართ და ერთადერთი რაც არის, აი გამორკვევაში სად მივდივართ და რას ვაკეთებთ, ხო? რა გრძნობებზე გვაქვს აქ საუბარი, ხო? კარგით, ნახოთ. ახალი ურთიერთობაა ეს ახალი რა აქტიურ ფაზაში ხართ რა ურთიერთობის. მოუხერხებელი. კარგით, მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში, თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში. ყრთხების მეფე. მიზანმიმართულობა, სექსუალურობა. ადამიანი ცდილობს, რომ რა არის, აი რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს ესეთი განცდა, რომ აი კიდე ბევრი რამ უნდა თქვენზე იცოდეს. კიდე ბევრი რამ ინფორმაცია უნდა. ცოტა ისეთი შეიძლება მძიმე ხასიათებიც გქონდეს, ხო, მძიმე ხასიათები რასთან მიმართებაში. მარტივად ვერ იღებდეს გადაწყვეტილებას. აი თქვენაც ესე მოდის ინფორმაცია. აი უნდა რაღაცა, მაგრამ არის რაღაცა, რაც ესე ემოციებზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ხო? მას ფიქრობ თქვენთან მიმართებაში. თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აქვს სურვილი თქვენთან ურთიერთობის, გამყარების, სტაბილურობის, ბედნიერების, ემოციების, ხო? ანუ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენთან ერთად გქონდეს რაღაც სასიამოვნო განწყობა, ხო? სასიამოვნო ემოციები დაგიტოვოთ, ხო? და თქვენც უტოვებთ. რა აქვს კიდევ? ურთიერთობა. ან ნახეთ, მე ესე ვიტყვი, ამ ურთიერთობასთან მიმართებაში დღეს ვინ მოვიდა. აქ საშუალება არ არის იმისი, რომ რაღაცა თუ თქვენ შორის რაღაც პატარა დისტანცირებული სიტუაციებიც არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი თქვენგან ან წასვლას აპირებს, ან რაღაცა სიტუაციას მსგავს აპირებს. აპირებს, რომ სიმყარეში იყოს პირიქით უფრო გაამყაროს ურთიერთობა, იყოს აქტიური მდგომარეობა, აქტიური ურთიერთობა. ჩვეულებრივად განაგრძოს, ესე რომ ვთქვათ, თქვენს მიმართ ის ჩადება იმ რესურსების, რომელსაც ვთქვათ, სჭირდება ურთიერთობას, ხო? მისი გრძნობები, ვნახოთ, გრძნობები. გრძნობები ცოტა აბლანდულია, ესე რომ ვთქვათ, ეს ადამიანი. ზამთრის რუიანები, ესე ვთქვათ, იგივე რუიანხმალია. აი გრძნობებში ეს ადამიანი ცოტა გაურკვევლობაში არის. აი რაღაცნაირად ნახეთ თუ თქვენთან ურთიერთობა არ გავს სხვა ურთიერთობებს, რა ყველა ასაკს გააჩნია მართალია, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა ისეთ ასაკში ყველას აქვს რაღაცა პატარა გამოცდილებები. თუ თქვენთან ურთიერთობა არ გავს იმას, რასაც სხვებთან, ხო, ანუ ადამიანი ცოტა აიგნა, ანუ რა არის შესაძლებელია რა მომენტიც ისეთ კიდე რომ თქვენ
ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას და თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ საუბარი რაღაცა ფსიქოლოგიური კუთხით შეიძლება კარგად და სხვანაირად უდგებით ყველაფერს, თქვა ურთიერთობასაც, მეგობრობასაც, ხო, რაღაც და შესაბამისად ადამიანი ცოტა დაბნეულია უკვე ვეღარ გაიგო რა ხდება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელთანაც ფიზიკურად როგორ ვთქვათ, ნახეთ პირველად აქვს ესეთი გზნობები, პირველად აქვს ესეთი ურთიერთობა, პირველად გზნობს თავს, რომ ურთიერთობა არის და ორივე იხარჯება ამ ურთიერთობაში, ხო, გზნობები. ერთადერთი რაც არის ის მომენტი, რომ ადამიანს თითქოს რატო? ერთადერთი რაც არის აქ ის მომენტი არის გზნობებთან, რომ ადამიანს აქვს შიში რომ არ დაკარგოს ეს ურთიერთობა და შიში იმის რომ ვერ მოხდეს ისე დალაგება როგორც საჭირო არის ხო როგორც უნდა იყოს ურთიერთობა ან მისი მხრიდან რომ ვერ მოხდეს რაღაცა ისტორი ნაბიჯი რაღაცა შეეშალოს აი ამ მომენტი აქ შიში გზნობებში ხდებით აი ეს მოდით ნახოთ მისი ნაბიჯები თქვენს მიმართ ის ჩადებს ენერგიებს ის ჩადებს ყველანაირ რესურსს და დაელოდება მოსავლის მიღებას ესა რა ვთქვათ ნახეთ 7-იან შემოდგომის 7-იან ეს აგივეა 7-იან პენტაკლები ხო ის რაღაცა ცოტა უმოქმედობის მდგომარეობაში იქნება და რატო იქნება უმოქმედობაში რაღაც უნდა გააკეთოს ნაბიჯები ნახეთ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება რაღაცებთან მართლაც უნდა გადადგას ნაბიჯები და აი აქ ცოტა რთულდება სიტუაცია იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია როგორ გადადგას ნაბიჯები შიში აქვს თქვენი დაკარგვის მაგრამ დაკარგვაც არ უნდა, მაგრამ ჯერ მზადაც არ არის, რომ რაღაცა ისეთი მკვეთრი ნაბიჯი გააკეთოს. ამიტომ ნაბიჯები ჩადებს რესურსებს, მე არ გეტყვით რომ არ ჩადებს, მაგრამ როგორც ასეთი აქტიურ გადაწყვეტილებას და აქტიურ მდგომარეობას იმ კუთხით, რომ აი რაღაცა ხვალ ერთად გადავიდეს საცხოვრებლად, ამას ჯერჯერობით ვერ შემოგთავაზებთ. ვერანაირად ვერ შეძლებს. კარგით, მოდით ნახოთ, თქვენ რას გირჩევთ სამყარო, რა უნდა გააკეთოთ? გააგრძელეთ ისევ ენერგიებში ყოფნა, რომელ ენერგიებშიც ხართ. ნუ შეეკამათებით და ნუ გექნებათ თავდაცვის რეჟიმი ჩართული, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ნახეთ, უბრალოდ ადამიანისთვის, ნახეთ, შეიძლება კიდევ ერთხელ თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვისთანაც ესეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, ესეთი გრძნობები ჩამოაყალიბა და ამიტომ ცოტა რთულია ამ ადამიანის რაღაცა მიიღოს ეს ყველაფერი და ამიტომ ეცადეთ, რომ ნუ შეეკამათებით, ნუ გექნებათ თავდაცვის მდგომარეობა. უბრალოდ იარეთ წინ, უბრალოდ გაყევით ემოციებს, უბრალოდ მიყევით მდგომარეობას წინ და აუცილებლად განვითარდება, ხო, აუცილებლად იქნება რაღაცა ის საბოლოო პასუხი, რომელიც თქვათ თქვენთვისაც და მისთვისაც ორივესთვის საერთო მდგომარეობა იქნება, ხო, კიდევ გერჩევთ. ხო, აი, ნახეთ, ეცადეთ, რომ ადამიანთან მაქსიმალურად შეიძლება ძალიან ისეთი გამოცდილი ადამიანებიც ხართ ცხოვრებისეულად და ცოტა ისეთი სულსწრაფი ხართ, ხო, რასთან მიმართებაში ისეთ რომ აი მე ყველაფერს მივაღწიე და ახლა არ მაქვს დრო იმისი რომ კიდე რაღაცას ველოდო, ან ვიღაცას ველოდო და ჩემი ცხოვრება მაქვს წინ წასასვლელი, ხო, აი კი წაიყვანეთ თქვენი ცხოვრება წინ ამ ადამიანთან ერთად. უბრალოდ მე ცოტა ამ შემთხვევაში, ამ ურთიერთობასთან შემთხვევაში ცოტა უფრო ეცადეთ რომ მეტი სიმშვიდე გამოიჩინოთ და თქვენი ურთიერთობა აუცილებლად წინ წავა, აუცილებლად განვითარდება ისე რომ უნდა განვითარდეს, ხო? აუცილებლად მიიღებს იმ საშუალებებს, მიიღებს იმ ბედნიერებას, რასაც სამყარო გამოგიჩენთ. ამიტომ ცოტა სამყაროსაც ენდით.
აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, მე ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას ითხოვ თქვენთაგანს და ორმოსი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიყურებთ ხოლმე. მადლობა, დროებით.